გამარჯობათ, მე ვარ www.gizgis მოდერატორი და ვიდეოში გასწავლით virtual DJ-ის მოხმარების წესებს, როგორ ვიმუშაოთ მუსიკებთან. შევდივართ virtual DJ-ში. ვირჩევთ რომელი მუსიკას, მაგალითად ამას. დავჩვეულებრივად. ესე იგი, აქ არის ეფექტები. აი ეს ყველა არის ეფექტები, მაგრამ ეფექტი. თუ გინდათ რომ ეს ეფექტი დავათ მუსიკას, გავუშვით მუსიკა. DJ DA and first and present. აქ აქვს კიდე ბევრი ეფექტი. ნუ აქ არის კიდე განსხვავებული ეფექტებიც. აი ხედავთ თქვენ აწერია effects. დავაწვევით იმას და აქ არის ჩამოყალიბებული ეფექტები. მაგალითად გვინდა ეს ეფექტი. ნახეთ თქვენ ეს ეფექტი მოისმინეთ ალბათ. თუ მაშასე თუ გინდათ რომ ეს სიმღერა შევუწყოთ მეორე სიმღერას, მეორე რომელიც სიმღერა ჩავგვაქვს აი აქ. დავიწყოთ თავიდან. ესე იგი თუ გინდათ რომ ამ სიმღერამ გადაფაროს ამის ხმის ამას ცოტას ჩამოვწევთ, რამდენსაც გვინდა ეს იქნება ბოლომდე აწეული. ან ამის საშუალებითაც შეიძლება ეს ხმის მარაგება. თუ გინდათ მარტო ამ სიმღერის ხმის განმოწევთ აი ამას. ორივე სისხლით თანაბრად. დავიწყოთ მაგალითად ეს. DJ DA and first and present. ხედავთ აეწყო ეს მუსიკა. აქ შეგვიძლია ჩვენ კიდე დავათ ეფექტები, კიდე ბევრი ეფექტია. მაგალითად ხმის გამეორება, აი ხედავთ. თუ გვინდა ამ მუსიკის ჩაწერა, რასაც ჩვენ შევქმნით, აი ხედავთ აწერია record. დავაწვევით აი ამას. config აქ მიუთითებთ სად გვინდა რომ შეინახო და რა სახელით. მაგალითად desktop-ზე და რა დავარქვით მაგალითად.
მიცემთ ოკეი. აქ მიცემთ რა ფორმატში გინდათ. MP3 რა თქმა უნდა. ოკეი, და დაიწყებ start და მუსიკას ჩართოთ. აი აქ ეწერება დრო რა ხელა გამოვა მუსიკა ისა რა ზომის და ასე შემდეგ და დავადეთ ყველაფერი ახლა მორჩეთ ჩაწერას. როცა აღარ გინდა ჩაწერა დააწევთ top recording. და სადაც მიუთითეთ, იქ გამოჩნდება აი ჩვენ ეს სახელი დავაწერეთ, აქ გამოჩნდა. როგორც ხედავთ, შეინახა მუსიკა, როგორც ჩვენ ჩავწერეთ. ამას კიდევ აქვს ერთი რაღაც. ამის ფუნქციები. შეცვალოთ რაღაცები, მაგალითად თუ გინდათ ამის სკინის შეცვლა, შეხვალთ options skin. აი ქარი ბევრი სკინი, რომელიც გინდათ იმას დააყენებთ. მაგალითად ეს ეს რომელიც გინდათ მე მაგალითად ეს მიყენია და თქვენ როგორც გინდათ ისე დააყენებთ. ნუ თუ მოგეწონათ ეს პროგრამა, მე შემიძლია დავდო ამის სრული ვერსია ჩვენ საიტზე Gigi-ზე და შემდეგ გადაიწერეთ და თქვენ იმუშავებთ. იმედია ყველაფერი გაიგეთ. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი ამით ასრულებულია. თუ მოგინებათ ამ პროგრამის სრული ვერსია, შემოწმეთ საიტზე Gigi და დაწერეთ თხოვნები და აუცილებლად დავდებ. ნახვამდის. ალბათ.